გამშვიდობისა საქართველო დღეს 12 თებერვალია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს თბილისში მყოფი ხორვატიის პრეზიდენტი. დაგეგმილია ზორან მილანოვიჩის შეხვედრები მის ქართულ კოლეგასთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ხორვატიის პრეზიდენტი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დახვდნენ. ვიზა ლიბერალიზაციაზე ევროპელ ბიუროკრატებსა და რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. ირაკლი კირცხალიას განმარტებით, საზოგადოებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებული მუქარა უსაფუძვლოა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ეს მმართველ გუნდს არასდროს დავიწყებია. იყო მუქარა საზოგადოებისთვის რომ შეუჩერონ ყველა სუვიზო მიმოსვლა, ამაზეც გავმეორდებით, რასაც ვამბობდით ყოველთვის, რომ არანაირი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საფუძველი ამ ყველაფერზე არ არსებობს. ეს ბოლოტყვია დარჩათ. თავი ჩვენ ქვეყანას ისტორიულად ჩვენ ხალხს არავისთვის არ დაუხრია და დამერწმუნეთ ბრიუსელს, მით უმეტეს არ დაუხრეს ბრიუსელს, რომელიც სრულიად გაშიშვლდა იმ თავის სიბინძურეში, რაშიც მართავს პირველ რიგში თავის წევრ ქვეყნებს. ყოველთვის გვითქვამს, რომ მარტა კოსები და აი ეს ბიუროკრატიის ესე ვთქვათ ელიტა დღევანდელი მართველი არ არის ევროკავშირი. არ არის ევროკავშირი და ის წარმავალია ისინი ყველა რა იყო ეს ჩვენ ერთი რუსული ნაბიჯი, აი რომელი. ვერცერთს ვერ ასახელებენ და ამ დროს ამას ყველაფერს გვეუბნება ის ხელისუფლება და ის აგენტურული ქსელი, რომელიც და რომლის ლიდერიც და სულიერი მამაც და ლარსის გამშვებ პუნქტზე ტურისტებს ეხვეწებოდა, შემობრძანდითო და უვიზო ქონდა გაუქვებული, მაშინ, როდესაც ჩვენი ბიჭები სისხლი არ იყო ჯერ გამშრალი. მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილზე მაქვს, არა მხოლოდ აქ ზურა გირჩი ჯაფარიძეების და ლიაკა ხოშტარიების დღეს რუბლებში რო შემოსავალს იღებს, თურმე რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს და ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ის ისტორიული შედეგი დადო სასტრასბურგის სასამართლოში, ადამიანთა უფლებათა სასამართლოში, რომელიც დაიდო. და ისინი არიან ეს ხელისუფლება, ვინც ჩვენ პრორუსობას გვაბრალებდა, რომელმაც პირდაპირ ომის დამნაშავედ გამოაცხადა ჩვენი ქვეყანა. საომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის მომდევნო სხდომა ხვალ შედგება. ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში ხილმოსნეულისა და წვენების კომპანიების წარმომადგენლებს ელიან. კომისიის პირველი სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით ფასების შესწავლის პროცესში ჩასართავად მოიწვიონ საერთაშორისო კომპანია, რომელიც შეისწავლის გამოწვევებსა და გასცემს რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე. ინიციატივას კრიტიკულად უყურებს ოპოზიცია. ისინი ცდილობენ ახლა საერთაშორისო კომპანია მოიწვიონ იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩაერთოს ამ პროცესში და შემდეგ გადააბრალონ მას ყველაფერი, რადგან შექმნეს მოლოდინი, რომ ამ კომისიით და ყველა იმ ქმედებებით, რასაც ისინი ახორციელებენ, დაიწევს პროდუქტებზე ფასები. ამიტომ ჩვენ აქტიურები ვიქნებით იმ მიმართულებით, რომ ოცნებამ კიდევ არ მოახდინოს ჩვენი მოქალაქეებისთვის აი ეს ფასადური პროდუქტებზე ფასების შემცირების გასაღება რეალურ ქმედებებად. მიზანი არის, რომ პირველ რიგში კომისიის ფარგლებში განვაგრძელოთ შესწავლა გადაწყვეტის მექანიზმების მოძიება, მაგრამ პარალელურ რეჟიმში კარგი იქნება თუ საერთაშორისო კომპანია გააკეთეს სექტორის შესწავლის სამუშაოებს, თუ რა პროცესები არის თვითონ სექტორში, როგორც მეგახსენებათ, სექტორი ძალიან დიდია და ჯამურად ის დაახლოებით 20 მილიარდ ლარში ადგენს, რაც ჩვენი ეკონომიკის 20%-ზე მეტი არის და მნიშვნელოვანი არის, რომ სექტორი დანახული იქნას გარედან. ამ წუთებში მედიკოსები და მეხანძრემაშველები კიევში სარაკეტო დარტყმის შემდეგ განადგურებული შენობებიდან მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ. ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონს დაარტყეს, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. აფეთქებებია დნიეპროპეტროვსკის ოლქშიც, თავდასხმის შედეგად დაშავებულია 2 მცირეწლოვანი ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტმა უარყო როიტერის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის 24 თებერვალს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და ტერიტორიებთან დაკავშირებული რეფერენდუმის გამოცხადებას გეგმავს.
უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარება ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი. ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. კაია კალასის თქმით, ევროპული ქვეყნების უმეტესობას კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი, რომ ომის დროს არჩევნები არ ტარდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ხარს უჭერენ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის შეღავათიანი კრედიტის გამოყოფას და მიიჩნევენ, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის, წერს Deutsche Welle. მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის თავდაცვის საბჭოს ხდომაზე ღია დაფიქსირდა, რომ კიევისთვის გაწეულმა დახმარებამ არ უნდა ჩაანაცვლოს ის ორმხრივი სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც წევრი ქვეყნები უკრაინას საკუთარი ეროვნული ბიუჯეტიდან უწევენ. კანადის ქალაქ ტამბლერიჯში განხორციელებული შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა პოლიციამ. სამართალდამცა უწყებაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი 18 წლის ჯესი ვან რუცელარია. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პირი ბიოლოგიურად ვაჟი იყო, რომელმაც 6 წლის წინ სქესის შეცვლა დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, პოლიცია წარსულში არაერთხელ იყო მისული ეჭვმიტანილის სახლშიც მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო. სკოლაში სროლის შედეგად გუშინ 9 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა, მათ შორის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები არიან. ორი გარდაცვლილის ცხედარი კი სკოლის მიმდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს, მოკლულები ეჭვმიტანილის დედა და ძმა არიან. თავად ეჭვმიტანილმა თავი ადგილზე მოიკლა. სროლა იყო სამხრეთ ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაშიც. არსებული ინფორმაციით 17 წლის მოზარდმა პოლიციელისგან მოპარული ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნა. დაჭრილი ორი ადამიანი, მასწავლებელი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია და მოსწავლე გოგონა. თავდამსხმელი დაკავებულია. მომხდარის მოტივი არ სახელდება. დაკვლავ საქართველოს რას უკავშირდება დემენციის შემთხვევების გახშირება. ხანდაზმულთა ჯანმრთელობის თანამედროვე გამოწვევებსა და სამედიცინო ინოვაციებზე იყო საუბარი თბილისის საკრებულოში გამართულ კონფერენციაზე. ღონისძიების ფარგლებში სპეციალისტებმა განიხილეს ტვინის ასაკობრივი ცვლილებები, ნეიროდეგენერაციული დაავადებების პრევენცია და მკურნალობის ახალი მიდგომები. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია. კონფერენცია მიეძღვნა დემენციის სამწუხარო გახშირებას, მის მიზეზებს და მისი აღმოფხრის შესაძლო გზებს. დემენცია ნამდვილად ძალიან გახშირდა უკანასკნელ პერიოდში, ეს ნაწილობრივ არის დაკავშირებული მოსახლეობის დაბერებასთანაც, მაგრამ სიცოცხლის გახანგრდივებასთან, მაგრამ დიდად დაკავშირებული ასევე ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივად უკონტროლოდ გამოყენებასთან, რაზეც იქნება საუბარი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რიგი დაავადებების და განსაკუთრებით დემენციის პრევენციისათვის. სადისკუსიო თემა იყო როგორ დავძლიოთ ვერცხლისფერი ცუნამი ეგრეთ წოდებული, ანუ დაბერება მთელ მსოფლიოში, ვინაიდან სიცოცხლის ხანგრძლივობა კი იზრდება საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა ჯანმრთელობის ხანგრძლივობა გაიზარდოს. კონკრეტულად რა არის საჭირო? ძირითადი წამყვანი გზავნილი იყო, რომ სიბერე ეს არ არის ავადმყოფობა, მაგრამ სიბერე ცვლის თამაშის წესებს. მაგალითად, სადაც ნაკლები წამალი უფრო კარგია ვიდრე მეტი. სასკოლო პროექტების კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა გამომცემლობა დიოგენემ. ფინალურ ეტაპზე 11 პროექტი გავიდა. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ. კონკურსის მიზნად სასკოლო კულტურის გაუმჯობესება, მოსწავლეთა შემოქმედებითი ჩართულობის გაზრდა და სწავლების თანამედროვე მეთოდების პოპულარიზაცია სახელდება. ძალიან ემოციური დღე იყო, მოვისმინეთ 11 არაჩვეულებრივი პროექტი, ყველა მათგანი იმსახურებდა გამარჯვებას და ვარ განსაკუთრებით ბედნიერი, რომ ჩემი ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლა დაჯილდოვდა პირველი ადგილით, მივიღეთ 10,000 ლარი დაფინანსება. არაჩვეულებრივი მასწავლებლები მონაწილეობენ ამ პროექტში, რომლებიც საკუთარი ხარჯით, ანუ მასწავლებლებს დიდად მწირე ხელფასი აქვს, საკუთარი ხარჯით აფინანსებენ ამ პროექტებს და ხელს უწყობენ მოსწავლეების განვითარებას. და დიოგენე პირველ სამეულს გადასცემს ფულად ჯილდოს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დიოგენეს, რომ ესე ეხმარება მასწავლებლებს და აკეთებს მასწავლებლის საქმის პოპულარიზაციასაც მათ შორის. რამდენიმე თვის წინ გადავწყვეტეთ აგვედგინა ტრადიცია და ჩაგვეტარებინა სასკოლო პროექტების კონკურსი. ბედნიერები ვართ, რომ ბევრი პროექტი შემოვიდა 140-ზე მეტი მთელი საქართველოს მასშტაბით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ერთი პროექტის ავტორი გაემგზავრება განათლების სპეციალისტების დელეგაციასთან ერთად გერმანიაში, სადაც მარტში არის დაგეგმილი რამდენიმე საგანმანათლებლო შემეცნებითი ღონისძიება.
რუსთავის მერის ინიციატივა სპორტსმენების წახალისებისთვის მიღებულია გადაწყვეტილება უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე რუსთაველი ფრენბურთელებისთვის ხელფასის დანიშვნის შესახებ. სიახლე სპორტსმენებს რუსთავის მერმა პირადად გააცნო და მიმდინარე კალენდარულ მატჩებში წარმატებები უსურვა. ამ დროისთვის ქალაქის მერის სტიპენდიით 115 წარმატებული სპორტსმენი და 40 მწვრთნელი სარგებლობს. გაგვახარეს და დაგვენიშნა ხელფასი. სამოტივაციოდ ეს ძალიან გვეხარია, უფრო მეტ მოტივაციას მოგცემს, უფრო მეტად მეტი შემართებით ვითამაშებთ უმაღლეს ლიგაში და შემდეგი წლიდან უფრო უკეთეს ადგილს დავიკავებთ. რუსთავის ფრენბურთის გოგონათა და ვაჟთა გუნდები უმაღლეს ლიგაში ასპარეზობენ, წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ, ისინი ყოველთვე აიღებენ ხელფასს, რაც იმ ინფრასტრუქტურასთან ერთად, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში გავაუმჯობესეთ და მათ შეუძინეთ ფორმები, სხვადასხვა ინვენტარი, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ნამდვილად დამატებითი მოტივაცია, რომ შეინარჩუნონ უმაღლეს ლიგაში გუნდი და კიდევ უფრო მეტი წარმატებებისთვის იბრძოლონ. ასეთ იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ დროებით. დროებით, ანუკა, გადმოვიბარებთ.